მოგესალმებით მეგობრებო. დღეს განვიხილავ ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ქართულ კინოკლასიკას, არაჩვეულებრივ გამოფენას. ამასთან ერთად კადრს მიღმა დარჩენილ ბევრ საინტერესო და სახალისო ისტორიას გაგიზიარებ. მოგიწევს გაგულავებ გასაგებია მომბო ელდარ შენგელაიას არაჩვეულებრივი გამოფენა ერთ-ერთი იმ ფილმთაგანია, რომლის გადაღების ისტორიას თითქმის ისეთივე საინტერესოა, როგორც თავად ფილმი. მის შექმნას წინ უძღოდა უარყოფილი სცენარი, მოულოდნელად შეცვლილი მსახიობი, ფარულად გადაღებული ქეიფი, ხელოვნური წყალდიდობა, ჩაშლილი ქორწილი და კიდევ არაერთი საინტერესო მომენტი. მაგრამ ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო რეზო გაბრიაძის სცენარით. მოდი დავიწყოთ იმით, თუ საიდან გაჩნდა არაჩვეულებრივი გამოფენის იდეა და რატომ შეიძლებოდა ავტორს ამ ფილმის სცენარის გამო სერიოზული პრობლემები შექმნოდა. ფილმის სცენარს თავიდან ფოროსის მარმარილო ერქვა, რომელიც რეზო გაბრიაძის სადიპლომო ნამუშევარს წარმოადგენდა. გარკვეულ წყაროებში კი მითითებულია, რომ სცენარის ერთ-ერთი სამუშაო სახელწოდება სიყვარული, ხანჯალი და ღალატიც იყო. ნარდი ხომ არ გვეთამაშა, ჰა? ნარდის სათამაშოდ ვარ ჩამოსული ამ სიშორეზე? რავა სირცხვილია, კაცუთხრა, პერი ასია და ისია თქო? ნარდი პერის ეთამაშე. რა შუაში აქ პერი? ბიჭო, კაცი ხარ და უნდა შეხვიდე კაცის მდგომარეობაში, ნაპაიქებს ემი. იმ დროს რეზო მოსკოვში სწავლობდა, მისი ჯგუფის ხელმძღვანელი ცნობილი ჟურნალისტი კაპლერი გახდათ, რომელიც სხვადასხვა სტალინის სიძე იყო. კაპლერმა გაბრიაძის სცენარი დაიწუნა, საბჭოთა ცენზურა კი განსაკუთრებით აღაშფოთა თავად იდეამ, როგორ შეიძლებოდა მაღალი კვალიფიკაციის მოქანდაკეს სასაფლაოზე ემუშავა. ამ მიზეზით რეზო გაბრიაძის იდეოლოგიური გადახრის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნა, კინაღამ დაიჭირეს კიდეც. უარყოფილი სცენარი გაბრიაძემ თბილისში ელდარ შენგელაიასთან ჩამოიტანა. რეჟისორს სიუჟეტი იმდენად მოეწონა, რომ მისი გადაღება პრაქტიკულად მაშინვე გადაწყვიტა. თუმცა ფილმს საბოლოო სახელწოდება თავიდანვე არ ქონია. თავდაპირველად მას არაჩვეულებრივი ვერნისაჟი ერქვა, მაგრამ საბოლოოდ უცხო სიტყვა ვერნისაჟი მაყურებლისთვის უფრო მარტივი სიტყვით გამოფენით ჩაანაცვლეს. ასე მივიღეთ არაჩვეულებრივი გამოფენი. ბრალია, უთხალი კი არა, ეგოისტი ვარ მე. აგული ბიჭო, მე მამა ვარ, შენი თუ ვინ ვარ? ვინც ახარ? ის პიპინიერა ხარ პორტარდუდან შენ წელს რომ გამოასწარი. ვენაცვალე იაპონელებს? მალაკასოს! მალაკასოს! გოლანდ! ახლა კი ყველაზე საინტერესო ნაწილი. როგორ იპოვეს ფილმის მთავარი პერსონაჟების აგულისა და პიპინიას როლის შემსრულებლები. აგულის როლის შემსრულებელი გურამ ლორთქიფანიძე იმ დროს კინოსტუდიაში სარეჟისორო პრაქტიკაზე იყო მისული და ელდარ შენგელაიას ასისტენტი გახდა. ისე ბერდება მსახიობი, შეიძლება ესეთი როლი არ შეხვდეს. ხორავა იძახდა ესეთი როასწავლდა მსახიობის ოსტატობას. ნიჭიო, შრომა და ბედიო, იღბალიო. იღბლიანად მოვიგე აგულის ახლა მე თორე. ამ აგულის ყველა ითამაშებდა. მე ესე ფიქრობ. შენგელაია პიპინიას როლის შემსრულებელს დიდხანს ეძებდა. მსახიობ აკაკი დორბოჯგინიძის რჩევით რეჟისორმა მას გურიაში სოფელ აცანაში მიაგნო. 62 წლის ვასილ ჩხაიძე მაშინ სკოლაში უცხო ენებს ასწავლიდა. გადამღები ჯგუფი მის ეზოში რომ შევიდა, მასპინძელი აივანზე ნახშირის უფროთი შარვალს აუთოვებდა და თან ხმამაღლა რუსულ რომანს მღეროდა. მისმა განსაკუთრებულმა არისტოკრატულმა მანერებმა, ხმამ და გარეგნობამ შენგელაია დააინტერესა და პიპინიას როლის შესთავაზა. რაზეც მსახიობი თავიდან უარზე იყო, თუმცა სინჯებზე თბილისში მაინც გამოყვა ჯგუფს. სწორედ ამ უცნაურმა შეხვედრამ შეცვალა ყველაფერი. არაჩვეულებრივი გამოფენა მისი პირველი დიდი კინოროლი გახდა. პიპინია ერისთავის პერსონაჟმა კი ვასილ ჩხაიძეს საყოველთაო აღიარება და ქართული კინოს უკტავი სიმბოლოს სტატუსი მოუტანა. მაგრამ თუ კი გადასწყვეტ ჩამოკარგო, უნდა დაარტყა. სინჯების დროს ლორთქიფანიძე ჩხაიძეს ამშვიდებდა, მასთან ერთად რეპეტიციებს გადიოდა და მოქმედებებს უხსნიდა. ელდარ შენგელაია კი ამ ყველაფერს ჩუმად ადევნებდა თვალს. ამის შემდეგ რეჟისორმა სამხატვრო საბჭოს უთხრა: სარდიძებდა აგულის, აგერ მყოლია აგულის და პიპინიაცო. ქალი ისეთი მოიყვანე, რომ მაინც და მაინც მახინჯი არ იყოს. არა, ასე სიამოვნო. სახში რომ იხვალდა, უშნო ქალი დახვდება. ექიმი უნდა იყოს. თერაპევტი ჯობია ყველას. პატიოსანი. წყნარი. ოჯახიშვილი. მაგისანა. წყნარი, პატიოსანი, თერაპევტი, ოჯახიშვილი. ჩვენს ქალაქში დიმიტრია გელოვანი. ასე შეირჩა ვასილ ჩხაიძე და გურამ ლორთქიფანიძე პიპინიას და აგულის როლზე. მაგრამ მსახიობის შერჩევის ისტორია არ დასრულებულა. გადაღებების დროს ჯგუფს მოულოდნელი პრობლემებიც შეექმნა. მათ შორის მთავარი მსახიობის შესვლაც კი გახდა საჭირო. გლაფირას როლზე თავდაპირველად ცნობილი რუსი მსახიობი გალინა პოლსკი მიიწვიეს. გადამღები ჯგუფი მას დიდხანს ელოდა, რადგან იმ პერიოდში სხვა ფილმშიც იღებდნენ. საბოლოოდ, როცა არაჩვეულებრივი გამოფენის ნახევარი უკვე გადაღებული იყო, მოულოდნელად გაირკვა, რომ მსახიობი ორსულად იყო. საქმრომ კი მოსკოვიდან შემოუთვალა. თუ ახლავე არ ჩამოხვალ, ცოლად აღარ შეგირთავო. პოლსკიმ გადაღებები მიატოვა და მოსკოვში გაფრინდა. გადაღები ჯგუფი იძულებული გახდა მუშაობა შეეჩერებინა, სანამ ახალ მსახიობს იპოვიდნენ. საბოლოოდ გლაფირას როლი ვალენტინა ტელიჩინკამ შეასრულა.
გაალინდა პოლსკიხი კი ფილმში მხოლოდ ერთ კადრში დარჩა, სადაც ზურგი დგას ქოლგით ხელში. ფილმში გლაფირას დედობილის როლს ელდარ შენგელაიას სიდედრი ანა პავლოვნა თამაშობს. რეჟისორმა მას თავად დასწავლა მოტოციკლის ტარება, რათა პერსონაჟი სწორედ მორგებოდა. კიდევ ერთი საინტერესო ისტორია უკავშირდება აკიმის როლის შემსრულებელ პატარა მსახიობს. ბავშვი გადასაღებ მოედანზე ძალიან ონაურობდა და რეჟისორის მითითებებს ხშირად არ ასრულებდა. გურამ ლორდკიფანიძემ ერთი გამოსავალი იპოვა, თითქმის მთელ თავის ჰონორარს მისთვის საჩუქრებსა და ნაყინებში ხარჯავდა. ასეთი ამბები გადაღების პროცესს კიდევ უფრო სახალისოს ხდიდა, თუმცა ფილმის გადაღება მხოლოდ მსახიობის შერჩევით არ შემოიფარგლებოდა. ჯგუფს სხვადასხვა ქალაქში უწევდა მუშაობა. ახლა განვიხილო, სად გადაიღეს არაჩვეულებრივი გამოფენა და რა სირთულების წინაშე აღმოჩნდნენ განამღები ჯგუფი. არაჩვეულებრივი გამოფენის გადაღებები საკმაოდ მასშტაბური იყო და რამდენიმე ქალაქს მოიცავდა. ბათუმში გამარჯვების დღის ეპიზოდი გადაიღეს. ქუთაისში ხიდის, ქეიფის და რესტორნის სცენები. ხოლო თბილისში უშუალოდ რიყეზე სპეციალურად ააშენეს აგურის სახელოსნოს დეკორაცია, სადაც ფილმის მთავარი ეპიზოდები გადაიღეს. ამას თვალები რატომ არ აქვს? რმა? ეს სოკრატია. აგურის გაკეთებული არ გეგონოთ. ძველი ნამუშევარია. ბნელი რომ იყო ხალხი მაშინდელი. თუმცა ფილმში ბევრი რამ წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვით არ მომხდარა. არაჩვეულებრივ გამოფენაში განსაკუთრებული ადგილი სწორედ იმპროვიზაციას უკავია. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია კლასელების შეკრების და ქეიფის სცენა. ამ სცენაში მხოლოდ ლორდკიფანიძე, ვალენტინა ტელიჩენკამ და დოდო აბაშიძემ იცოდნენ, რომ რეალურად გადაღება მიმდინარეობდა. ელდარ შენგელაიამ დანარჩენ მსახიობებს უთხრა, გადაღებებს მორჩით ახლა უბრალოდ ჩვეულებრივად ვიქეიფოთო. მსახიობებმა ჭიქები ასციეს, რამდენიმე ჭიქის შემდეგ ზოგი ამღერდა, ზოგი აცეკვდა, ზოგმა საუბარი გააბა, რეჟისორი კი ამ ყველაფერს ფარულად იღებდა. შედეგად ეკრანზე მივიღეთ სრულიად ბუნებრივი და ცოცხალი ეპიზოდი, რომელიც თითქოს წინასწარ საერთოდ არ ყოფილა დადგმული. იმპროვიზაციით დაიბადა კიდევ ერთი ცნობილი ფრაზაც. ყუმბარა მოხდა. კიდე კარგი არაფეთქთ. უყურეში. აბა, ეს ფრაზა გურამ ლორდკიფანიძემ ადგილზე მოიფიქრა. არაჩვეულებრივი გამოფენის გადასაღებ მოედანზე ყველაფერი ყოველთვის რეჟისორის გეგმის მიხედვით არ ხდებოდა. არაჩვეულებრივი გამოფენის გადაღებებს უამრავი კურიოზი ახლდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ბათუმში მოხდა. 60 წელს გადაცილებულ ვასილ ჩხაიძეს 18 წლის ბერძენი გოგო მოეწონა და მასზე დაქორწინება გადაწყვიტა. გადაღების ჯგუფს დიდი წვალება და ნერვიულობა დასჭირდა, მაგრამ საბოლოოდ ქორწილის შაშლა მოახერხეს. ქუთაისში კი ყველაფერი კიდევ უფრო უცნაურად განვითარდა. რიონზე ქეიფის სცენას ნოემბრის სიუძღეს იღებდნენ. მსახიობები სისივისგან აკანგალებული თამაშობდნენ. ადგილობრივმა კოლორიტებმა გადამღებ ჯგუფს გადაღების შეწყვეტა და მათთან ერთად საქეიფო წასვლას თხოვეს. რადგან კინოშემოქმედები მათ არ გაყვნენ, ქუთაისელები რიონჰესზე ავიდნენ. უფრო წყალსაცავის გახსნას თხოვეს და გადასაღებ მოედანი წყლით დაფარეს. მათი მიზანი მარტივი იყო, მსახიობებს სხვა გზა აღარ ჰქონდათ და გადაღებები შეჩერდა. სწორედ ასეთი დაუგეგმავი შემთხვევების, იმპროვიზაციის და რეალური ადამიანების ბუნებრივი ქცევებისგან შეიქმნა ის განსაკუთრებული ატმოსფერო, რომელიც ფილმს დღესაც ასე ცოცხალს ხდის. ცოცხალი კაცი ძეგლი. რასი ფიქრე? ის გაუგია. ხომ მოკვდებ, როცა იქნება. პარდონ, ბატონ ევგენი. ამ საინტერესო ისტორიების მიღმა ერთი მთავარი კითხვა რჩება. სინამდვილეში რაზეა არაჩვეულებრივი გამოფენა და რატომ დაიმსახურა ასეთი მოწონება საზოგადოებაში? არაჩვეულებრივი გამოფენა მოგვითხრობს ნიჭიერ მოქანდაკე აგული ერისთავზე, რომელიც ომიდან შთაგონებული ბრუნდება. იქ აკოფში ერთი კარგი აზრი მომივიდა, ხო იცი? აი ამ მარმარილოსაგან გაზაფხულს გავაკეთე. მას დიდი ხელოვნების შექმნა სურს, მაგრამ ოჯახის რჩენის აუცილებლობა და მამის მოთხოვნები აიძულებს ძირითადად საფლავის ქვები და ბიუსტები აკეთოს. წლები გადის და აგული საბოლოოდ ხვდება, რომ მისი პირადი გამოფენა გალერეებში კი არა, ქალაქის სასაფლაოზეა გაშლილი. სწორედ აქ იძენს ფილმის სათაური ნამდვილ მნიშვნელობას. აგულის ნიჭი, რომელიც დიდი ხელოვნებისთვის იყო განკუთვნილი, ყოველდღიური ყოფისა და აუცილებლობების გამო სრულიად სხვა მიმართულებით იხარჯება. ხოვთ დაიცვათ სიწნარე და სიჩუმე სამხატვრო სალონში. არაჩვეულებრივი გამოფენა სამოციანელთა თაობის ერთ-ერთ ეტალონად იქცა. ფილმმა უარი თქვა საბჭოთა იდეოლოგიის მიერ შექმნილ ყალბგმირებზე და ყურადღება ჩვეულებრივ ადამიანებზე გადაიტანა. ირონიის, ეროვნული იუმორის და ალეგორიის ზენით ელდარ შენგელაიამ და რეზო გაბრიაძემ აჩვენეს ნიჭის ჩაქრობა. ისე თუ როგორ შეიძლება ნიჭიერი ადამიანი საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების ნაცვლად ყოველდღიური ყოფის მოთხოვნებმა შთანთქას. სწორედ ამიტომ არაჩვეულებრივი გამოფენა მხოლოდ ერთი მოქანდაკის ისტორია არ არის. ეს არის ფილმი ადამიანზე, მის ნიჭზე, სურვილებზე და იმ რეალობაზე, რომელიც ხშირად ადამიანს საკუთარი გზით წასვლის საშუალებას არ აძლევს. და ალბათ სწორედ ამ მიზეზით დაიმკვიდრა არაჩვეულებრივმა გამოფენამ ქართულ კინემატოგრაფიის ოქროს ფონდში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი. აი ქვა. თიხა კი არ არის. დაარტყავ. ვერ გაამთელებს, მო. თუ ვიდეო მოგეწონათ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი, რათა მომავალში კიდევ ბევრი საინტერესო თემა განვიხილოთ ერთად. ასევე კომენტარებში დამიწერეთ, რომელ ფილმზე გიდათ შემდეგი ვიდეო გავაკეთო. მადლობა ყურადღებისთვის, აბა დროებით. გველი გამიზრდია უბერში. მაგის გულიზა, ხალი არ მოვიყვანე. ბავშვი და მე ჩაგრება თქვა. აცი, ცოლსაც შევირთავ
ყველაფერს გავაკეთებ. ვოთ.